ისტორიულად ლიბერალიზმი პირველ რიგში განვითარდა დასავლეთში. და სწორედ ამიტომ შეიძლება აბრალებდნენ ლიბერალიზმს იმას, რომ ის რაკის დასავლეთიდან ისტორიულად დასავლეთიდან მოდის, რომ დასავლეთი რაღაცნაირად აძალებს სხვა ქვეყნებს, რომ ლიბერალიზმის პრინციპები მიიღო. თუმცა პირველ რიგში ვისაუბრებ იმაზე, იმ მოსაზრებაზე, რომ თითქოს ლიბერალიზმი ეწინააღმდეგება რაღაც ეროვნულ კულტურებს და სხვადასხვა კულტურების მრავალფეროვნებას და ტრადიციებს. ესეც მოდის, როგორც ჩანს მოსაზრებიდან, რომ თითქოს აი დასავლური ტრადიციები და პრინციპები უნდა შემოვიდეს და მათ ჩაანაცვლონ ეროვნული. ეს ძალიან ზედაპირული წარმოდგენაა. პირველ რიგში, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ აი დასავლეთში ჩამოყალიბდა ლიბერალიზმი პირველად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დასავლეთი თავისთავად ეს არ არის რაღაც ერთგვაროვანი, უამრავი სხვადასხვა კულტურა არსებობს დასავლეთში და არც ერთ მათგანს არ დაუკარგავს თავისი თავისთავადობა. ფრანგი აქცეულა გერმანელი ფრანგად, ან ორივე ერთად ამერიკელად და ასე შემდეგ. და პირიქით, უფრო მეტის თქმა შეიძლება თავისთავად ის, რომ არსებობს ეს წარმოდგენა, რომ რაღაც ეროვნული კულტურების თავისთავადობა ეს არის ღირებულება, რომ ერები ეს არის რაღაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრინციპი, საიდანაც გამომდინარეობს თქვა ერის სახელმწიფოს პრინციპი. აი თავისთავად ეს იდეები ჩამოყალიბდა სწორედ ლიბერალური სოფხელობის წიაღში და ამის ყველაზე კარგი მაგალითი ჩვენთვის არის საქართველო. თანამედროვე ტიპის ეროვნული ცნობიერება ჩამოყალიბდა სწორედ იმ მოღვაწეების წრეში, ვისაც ლიბერალებს უწოდებდნენ, პირველ რიგში იგულისხმება ცხადია ილია ჭავჭავაძე, რომელსაც ოპონენტები ლიბერალობას თქვათ უკიჟინებდნენ, ეს ლიბერალი პარტიები ყველას გვახსოვს და ამ დროს სწორედ აი ამ ლიბერალებთან კავშირის გამო ჩამოყალიბდა ის სოფხდელობა, რომელსაც დღეს ეროვნულ სოფხდელობას უწოდებთ, ასე რომ თუ ვიტყვით, რომ ლიბერალიზმი ებრძვის ეროვნულ თავისთავადობას, მაშინ უნდა ვთქვათ ალბათ, რომ ილია ჭავჭავაძეც ეს იყო ეროვნული თავისთავადობის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი. უფრო თქვათ მეორე ასპექტი აი ამ ბრალდებების არის ის, რომ თითქოს ძალით გვახვევენ თავს ვიღაცეები ლიბერალიზმს. ისტორიულად ამას საფუძველი აქვს, იმიტომ რომ მართლაც არსებობდა ევროპული იმპერიალიზმი, რომელიც ეს იყო ჩვეულებრივი იმპერიალიზმი, იმ აზრით, რომ ძლიერები ყოველთვის ჯობნიდნენ სუსტებს და იპყრობდნენ სუსტებს ისტორიულად, მსოფლიო ისტორია ასეთი იყო. იმ შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნები აღმოჩნდნენ ძლიერები და მე-19 საუკუნეში დაიმორჩილეს დანარჩენი მსოფლიო. მაგრამ ეს იმპერიალიზმის ხანა დამთავრდა და გარდა ამისა, რაც თავარია, მას შემდეგ რაც დასავლეთმა დაიმორჩილა და თავის კონტროლის ქვეშ მოაქცია დანარჩენი მსოფლიო, იმ სხვა ქვეყნების, აზიის თუ აფრიკის, სხვა კულტურების მატარებელი ქვეყნები დასავლეთს დაუპირისპირდნენ ისევ დასავლური ლიბერალური იდეებიდან გამომდინარე, ანუ ეროვნული დამოუკიდებლობის, თანასწორობის, მათ შორის ეროვნული თანასწორობის, ექსპლუატაციის მიუღებლობის იდეები, ეს არის სწორედ ისტორიულად უნივერსალური იდეები თავის შინაარსით, მაგრამ ისტორიულად დასავლეთიდან მოსული იდეები, ანუ მართალია ისტორიულად შეიძლება იმპერიალიზმმა, დასავლურმა იმპერიალიზმმა გარკვეული როლი ითამაშა ლიბერალური სოფხელობის გავრცელებაში, მაგრამ იმპერიალიზმი და ლიბერალური სოფხელობა თავად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, შინაგანი წინააღმდეგობა მათ შორის, ანუ იმპერიალიზმი შეუთავსებელია თანასწორობის და თავისუფლების იდეებთან და სწორედ ამიტომ მეგარი პარადოქსია, რომ ამ ლიბერალური იდეების გავრცელებით დასავლეთმა საფუძველი გამოაცალა თავისთავად იმპერიალიზმის იდეას. ამიტომ დღეს იმპერიალიზმის იდეა და პრინციპი მთლიანად უარყოფილია დასავლეთში და მეტიც განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში თავისთავად კულტურების მრავალფეროვნება და კულტურების მრავალფეროვნების დაცვა არის ლიბერალური სოფხდელობის ერთ-ერთი ძირითადი თეზისი. რა კი ამას საუბრობთ, მაშინ შეიძლება ისიც ვიკითხოთ, მაინც რატო გავრცელდა ლიბერალიზმი ასე ძალიან მთელ მსოფლიოში, რატომ
ვართ ჩვენ დღეს ისეთ სამყაროში, სადაც შეიძლება ყველგან არ არის ვთქვათ ლიბერალური იდეები რეალურად გაბატონებული, ანუ პოლიტიკური სისტემები ყველგან არ ემყარება ლიბერალურ იდეებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორც სოფთხედველობა ეს არის ცალსახად ყველაზე უფრო გავლენიანი სოფთხედველობა. ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ გარდა იმისა, რომ თავისთავად თავისუფლების თანასწორობის კანონის უზენაესობის იდეები მომხიბლავი ადამიანებისთვის ეს ფაქტორიც არის, მაგრამ ძირითადი არის ის, რომ ამ იდეებზე დამყარებული ქვეყნები უფრო წარმატებულები არიან, ანუ თუ ადამიანები მიესწრაფიან კარგ ცხოვრებას, ესე იგი ეკონომიკურად კარგ ცხოვრებას, თავისუფლებას, სტაბილობას და ასე შემდეგ, ამ სიკეთეების ერთობლიობა სწორედ ყველაზე მეტად არის ლიბერალურ ქვეყნებში და სწორედ ამიტომ სხვა ქვეყნები, ისტორიულად ასეთი ქვეყნები არიან დასავლეთში, გასაგებია და ამიტომაც სწორედ ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა არის ყველაზე უფრო განვითარებული ქვეყნები, იმიტომ გახდნენ ისინი ასეთი განვითარებულები, ყოველთვის არ იყვნენ, იმის შემდეგ გახდნენ, თქვათ სადღაც მე-17-18 საუკუნეებიდან მე-16-დან დაიწყო ეს დასავლეთის დაწინაურებას დანარჩენ პლანეტასთან შედარებით, მას შემდეგ რაც მათ აიტაცეს ეს ლიბერალური იდეები და დაამყარეს მათ თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტები. ამის წყალობით არის დასავლეთი ძლიერი და ბუნებრივია, როდესაც სხვა ქვეყნები ხედავენ, რომ სადღაც ცხოვრება უკეთესია, სადღაც ქვეყნები ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერები არიან, ცდილობენ მას მიბაძონ და მისი ინსტიტუტები და იდეები გადმოიყვონ. ანუ ადამიანებს უნდათ იცხოვრონ უკეთესად და ხედავენ, რომ უკეთესი ცხოვრება მოაქვს სწორედ ლიბერალურ იდეებს. ხოლო იქ, სადაც ქვეყნები, მთავრობები ან ვერ ახერხებენ, რომ ეს ლიბერალურ საფუძვლებზე გადაიყვანონ თავისი ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები, იქ ხშირად ადამიანები ირჩევენ ლიბერალურ სამყაროს, იმით რომ გარბიან დასავლეთის ქვეყნებში. აი ახლა ბოლო ხანებში ვხედავთ, როგორ მასობრივად მოაწყდა მიგრანტების ახალი ტალღა ევროპას, ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან. რატო გარბის ეს ხალხი სწორედ ევროპაში? იმიტომ რომ იქ არის უკეთესი ცხოვრება, იმიტომ რომ მათთან არ არის ეს ლიბერალური წესრიგი, მათთან არ არის შეზღუდული ხელისუფლება, არ არის კანონის უზენაესობა, არ არის თავისუფლება, ამის გამო არის ომი და სიღარიბე და ისინი გარბიან იქ, სადაც ცხოვრება უკეთესია. ასე რომ მოტივი ლიბერალური იდეების და ლიბერალური ინსტიტუტების დამკვიდრებისა არის უბრალოდ ის, რომ ადამიანებს უნდათ უკეთესი ცხოვრება.